მალე წელზე მოძრაობ ისევ მარცხნივ. კარგი გოგო ხარ. რომ მეთქვა მარცხნივ თქვა წახვიდოდი უკან. всё, ეგ არის. ეს გაჩერდა დაპარკინგი და მოხერხებულად მივიდივართ პირდაპირ. გზას ჩავხედავთ ის საიტი. ჯობს. რამდენი ხანი დაგჭირ ჩვენ? ნორმალ შენ გეჩქარება სად? არა, პირიქით. всё, მაშინ გვაქვს რომ მე ცოტა რაღაცა უნდა გაგატარო და ფოტოში. ვაი, არა უშავს შენ გველი არის არ ჩანდა. ეს დავინახე. აი მე გული მეთქიდა. მე აგერ გზას ვნახულობთან. დავიდით. დავდროდი და მე წახვიდე. აი აქ რაჯობს ხარ? აი აქედან ხო რა, როცა საშუალება გაქვს ყველაფერს საწინააღმდეგო ზოლი არ გადავიდეთ. პირდაპირ ხომ მიდივარ? კი, ჯერჯერობით მიდივართ პირდაპირ. იბატონო. აი საშუალება. ნუ, ხო რა. არ გიშლის რა, უაზრობებს შეგვიად, მაგრამ ნუ ასე. შენ რაც გევალება, ისე გააკონტროლე. აიგე. კარგად მიდიხარ. ოდნავ შეგიძლია მოუმატო რა, ძალიან რო არ შეფერხი. ნახე 40 ხო გაქვს. 30 რო არ ჩამოწდე. არც 40 გადააჭარ. სადაც ხედავთ ვაცილებთ რა ვქნათ ის არ ჩანდა მეც რა დავინახე და ხეთ შენ როგორ დაგადანაშაულ ნიბატანო აი გერ მილად ეხლა 50 მეტრში შევხვდით მარჯვენა. მალე შევხვდ მარჯვენა. მე შენ დამიჭირე. არა უძარინ დოპარა. სახაკასტა კოკო. შენ ამ ეცხრები. მე არა ვარ პატარა. რამდენი ვიქნები? 26. მე ვარ 34. მართლა? საერთოდ არ გეტყობა, აი საერთოდ. კარგია. ვაფშე. ეხლა მიდივართ მარჯვენა, ხო? ეს კითხები კი არ ვიკითხე მაგრამ. არ ხო მიყო რამე გაუგებარი დამავიდა. არაფერი ისეთი. აუ მინიმალურს და მაქსიმალურს შორის მინიმალურს. ხო რა, სად მდებარეობს, როგორ უნდა შეხედო? კი, მაგ. სად მდებარეობს, როგორ უნდა იპოვოს, სად შეამოწმო და ეგეთი რაღაცები. საბურავები ისე. ეხა იქ რო ჩავდი იქით მაინც ხედები? ეხა შუქიშანი არეგულებს, ის ავტომატურად მოგიწევს გახედვა, ისე როგორ ხო ვერ მოუხვევა რა, აქეთ უნდა მოუხვევა, ხო? დავტრევ და უკან ესე წამოვიეთ, მაგრამ შუქიშანი არეგულებს, ანუ პრობლემა ფაქტიურად არაფერი არ იქნება, მაგრამ გახედე ვინგიშის. ხო და ჩქარა ხო არ აკეთებ მოქმედებას არა? ისედაც მშვიდად კომფორტულად და მოუხვიო რა. ლევს ამას რა ხდება ეხა, ნახე? დიდი ალბათობით დაბრკოლება არ გექნება, მაგრამ ხელები როგორ გამოშვია დამოამე? კი. ეთი ორგანი იყო მცდელობა, მაგრამ არ შევიმჩნევ. დავედის, ნახე. როგორ ახედა? აი ესე, ნახე. ზებრაც არის, ხა ნახე. კი, დაიწყე კარგად დატრიალება ეხა. მიხდი, ანუ ზებრაც რო არის. დაჟე აქ რო ქვეითი ყოფილიყო, ჩერდები და უთმო, მიხდი? აი ესე, всё, რბილად რა, ანუ მანევრს არავინ გეუბნება, რომ ჩქარა იმოქმედე და რაღაც.
ესეთი თულები კიდე და ესეთ საყურადღებო იქ არ გექნება რა, რომ აი უცბად ამ ხელსახოვები. ნახე რაღაც ვიდეოები და არ არის პრობლემური გზა არ არის. თავარია კიდევ ამობ ცარიელმა გზამ და რაღაცა პირიქით სიჩქარეში არ შეგიტყოს და ქვეითების კონტროლი გქონდეს მაქსიმალურად რა. ეხა იმ წრეულზე კიდევ ერთხელ დავტრიალდეთ, რომ შენ თქვენ გააკეთ როგორც თხოვე. ანუ 150 მეტრში წრეულზე იმოძრავთ მარცხნივ და კიდევ მარცხნივ. დატვირთული დაგემთხვა კაგრაც. ეხა შეგიძლია ისარგებლო და ისინი პირდაპირ მიდიან, ხო? აი ეგრე კონტროლი, რბილად იმოქმედე, ნახე ეხა არ იჩქარო. რბილად. აი ეგრე ეხა კიდე გამოხედო აქეთ ერთი და წავედით. ეხლა იმათ მეგუთმობ. არ უთმობ იმათ შენ. ისინი ვითმობ. ისინი გითმობ. ესენი უბრალოდ უკვე მოძრაობაში იყვნენ, შესულები იყვნენ და სხვა გზა ხო არ იყო. უბრალოდ აი ეს ჯიპი რომ მოდიოდა, ხო ის ჯორს იყო, მაგრამ შენ რო შეხედვა დააფიქსირო რა, რომ და ჩაგეთვალოს რომ აქეთ გააკონტროლო, მიხდი? სულ რო ცარიელი იყოს და რაღაც არ ჩააჭირო რომ აი თავის ტრიალიც რო გქონდეს რა. ეხლა 300 მეტრში შუქიშათა მიმოძრავთ პირდაპირ. ანუ არც არ ვაკეთებ პავროტიკი და რამე არ ჭირდება. პირდაპირ მივდივართ და მე არ ვიცი. და ასევია. დავასწავლე რა. გავბურთი. არ მიჩნევი კი ბურთი. იქ როგორი ადამიანი შეხვდება კაცმა. კი ბატონო. ზოგი ძალიან მართლა ძალიან ჩვება. არა, ძალით ეხა ნახე კიდევ ამობ რა, ძალით რა შვებიან ეხა ნახე შენ თუ თავიდან რაღაც ნერვიულობები და რაღაცები აჩვენე, ხო? შეიძლება რაღაც წვიმაზე მე უკვე ჩაგჭრას, კი ბატონო. ეს რა, აი ეს რა შვება არ ვიცი. არიდე ხა ცოტა აქედან. აი ეგრე. ხო და იმიტომ რომ შენ რო დაიწყოსო თავიდან ნერვიულობა და რაღაც არ გაითულებს თავის საქმეს და მე ჩაგჭრის რა, ამიტომ სიმშვიდე უნდა დაანახო და ნდობა მოიგო. მიდივართ პირდაპირ. წვიმაც არ დაგვანახო. წვიმაც ხო შეგვაშინა თავიდან. წვიმაში უფრო რთულია ზოგადად ისა? რთული არა, რთული რატო რა, ერთადერთი ხილვადობა იკლებს ცოტა სარკეებში რა რაღაცა და მაგაზე უნდა იყო ორიენტირებული. დავედით ხო ეთო. ეხლა 150 მეტრში წრეულზე ვიმოძრავებთ პირდაპირ. ზოგადად გადმოდის. ოჩახ, კარგი გოგო ხარ. აი ეგ. წარმოსახვითი ხო? ანუ დაფაზული არ არის არაფერი, მოვიცეთ აქეთ რა თქმა უნდა ჩავდეთ. ეს ძალიან კარგია. ეხლა მიდივართ პირდაპირ. წრეულზე ვიმოძრავებთ პირდაპირ. კი, ამ შემთხვევაში ეტევი, მაგრამ ისედაც მიგორდები ხა არ გაიჭედი. აი, გადმოსული ხარ, ზებრაზე არ დახ. წრეულზე მიდიხარ პირდაპირ. ოკეი, აი მიხდი, ეგრე. შენი ზორი დავარ. კი, ნახე გეტყვი ხარ რატომ რა? წრეულზე წამოვალ, მაგრამ პირდაპირ წავალ. კი, აი ზუსტად, ნახე ცოტა ესეთი მანევრები ხო ვაკეთებ. კი, ცოტა ესეთი მანევრები ვაკეთებ, მაგრამ გეთვლება როგორც პირდაპირ მოძრაობაში, მიხდი, მაგან არ დაგაბნიოს რა, ანუ იმიტომ პროცივი იყო ის და პირდაპირ ჩემი იქ. კი, ბატონო. ეხა მალე წრეულზე იმოძრავებ მარცხნივ. და პლუს ამას პავრნიკები რაღაცები არ გევალება, ხო? ეხა მალე იმოძრავებ წრეულზე მარცხნივ. მაგაც იგივე სტანდარტულად, ნახე. აი ეგრე, ყოჩახ, ეს გავატარეთ. შეაფასე იქიდან, ყოჩახ. ოკეი, ის თეთრიც.
ჩარგერ თუ ამეთი არა, აი ხა შეგინე უკვე დაიწყო. ეხა აქედან მოწკახედი ოღონდ ჩვენ გითმობს ის უკვე. მიხდი? მადლობა. არ უნდა ხელისაწვდე. მომინდა მაგრამ. და აი შენი ზოლით ეს. ჯიგარო და რაღაცები არ გვინდა. მიხდი ხო მოგეთ იმ წვირის ამ. აი ხა მან კიდე მინდა ვუჭველი ოღონდ. არაფერი, წავედით ეხა სხვა გზები გავაკეთეთ. გინდა მან გამოვლა კიდე არ გინდა რა, ეხა წავედით სხვაგან. წავედით თამამად. ხო იქნება სხვაგან წვირი და ეს. აი, მოუმატე ეხა. როგორ მომიშალა ნერვები. ნუ ნერვები. არ იყო არაფერი ნერვების მოსაშლა, ხო, ნუ ზოლი არ უნდა აურიო. ეხა 300 მეტრში შევხვდით ჩვენ მარჯვნივ. შენია, მაგრამ ნუ აი იდიოტია და რას აი არ იჩქა რომ გაზი არ გინდა. ეხა აი ეგრე დაიწყე გასწორება. ოჯახ, კარგი გოგო ხარ, აი. რა თქმა უნდა რა, იგრი აფასებ. ოღონდ თავი გზის ნიშანი ხო გქონდა? მაგრამ ნუ ეხა შემორბის რა. რას იზახ? ოღონდ ისე რა. ხო, მაგის გამო დამისიგნალდა. აა. დავიმსახურეთ საყვედური ბორდიული საკონტროლე. აი ვით რომ მონაკოთებზე რბილად სიგნალებით და რაღაცა ვაფშე არ განდა. არა, შენ არ გისიგნალებ. მაგას ნუ აქცევ პორტებს. დავით პირდაპირ. აი, და ეხა თამამად უკვე ვონთ. მოუმატე ხა შეგედი. აი, ხა რა. აი, მიხდი, არ აღჭრას რა ვიღაც სიგნალი, იმიტომ რომ რაც არ უნდა სწორად წახვიდე, ხო, ანუ ვიღაცა უნების ყოფა შეიძლება მაინც შეგხვდეს. შენ ახლა ვიცოდით რომ იქ თავარი გზა შენი იყო და რაღაცა, მაგრამ მოგიწია დათმობა, ხო? სხვა გზა არ არის რა, ანუ. რომ დაგისიგნოს რაღაცა ახლა ისე. არ გვაინტერესებს ეგრე ჩვენი. არ ხედავს სასწავლო მანქანა არის? მაგრამ მაგარი გასე. დავით. გამიგი. სასწავლო ძალიან არ აინტერესებდით. დაი თამამად. აი, გრემე. აი ის გაქვს ხოლმე ხშირად შესაძლებელი რომ აი ცარიელი მაგზამ არ იმასაკანს რა სიჩქარე არ მაგ. არ მეთანს მივხვდი ახლა სამ მიტყოდი. არა შემოდი. არა, პარკი არ ჭირდება. არ ყვეთ, არა, რატო გადადიხარ ნახე დიდი დისტანცია. ყოფნის მანძილი. აი ეს. უმიზედოდ ეცადი რომ არ გადაკვეთო რა. აი ეგრე. თო, აუში წავედი თამაძებრაც, ნახეთ რომ არავინ არ არის. აი კი რა ეხლა რაც გააკეთე სწორი იყო შეანელე, ოღონდ თუ არ გამოვიდა შენინებით აღარ უთმობდა, აღარ ეპატიჟები აქეთ. ტრედიც გაივლის. ტრედსაც დაუთმე, ხო ხედავ მეტი რა უნდა გააკეთე. აი ეგრე. აუში წავედი. არ გინდა აქ შენელება რაღაც გინდა. ზებრაზე მგონია რომ ვინმე გადმომიღო. არა ესე ხო ჩანდა ხილვადობა ქონდა. სადაც არ გაქვს ხილვადობა ხო რა თქმა უნდა და ნახე იმათ სული საერთოდ არ აქვს თუ ყურე. ხო გადმოსულები არიან რა ისე უყენიათ იქ მანქანები რომ ფაქტურად უწევთ საწინააღმდეგოში სიარული. აი ეგრე. იბატანო. ეგარი. გადავედი.
ზუსტად. პირდაპირ. კი. არ გითხობს არა. არა, აი ეს თავარი გზა არის რა. მიხდი? ამაზე კონკრეტულად ესე არ გიკარნახებს არც კომპიუტერი, არც არავინ რა. მარტო აქეთ მიდიოდ. ხო. ის ახლა корпуსებთან და ეზოში რო შედის, ეგ შენ არ გეთვლი. აი მე მეტი დავიჯერ. კიდე. ეს ხუმრე თორე ვიცი. ეხლა 150 მეტრში შევხვდით ჩვენ მარცხნივ. წადით ამათ. არ გაყვეთ. ისინი ეტყობა გასულებიდნენ და გაიჭედნენ რაღაცა, მაგრამ ასეც. ეხლა უნდა ჩავყვეთ ნუცუბიძის ქუჩას. ნუცუბიძის ქუჩა ცოტა არაკომფორტულია, ხან ვიწოდება, ხან ფართოვდება და რო შეაფასო შენ თვითონ რა იქაც რა. დისტანციები როგორ გექნება იმის მიხედვით, ხო? არა უშ. ეხლა თან იქ ამდენი ხანი არ მოგიწევს იარო და რაღაცა და კარგად წავედით. ეგრე აქეთ არ მოიწიო. ხო. სტადიონ თამარ. აი ეგრე. აი ეხა ეს რა საკეთე? აუარე და აი ეს მოხერხებულია, მაგრამ შენ ესე არ იმას საქმე დაიბნე რა. ხო, აქ თბილისში ქაოსია საკმაოდ რა, გეთახმებით. იქ არ დაგხვდება ესეთი რაღაცები რა, უბრალოდ ისედაც მოერგო რა, რაც დაგხვდება, მოერგო ანუ. რბილად იმოქმედე, ყველაფერს შეაფასე. მიდივართ პირდაპირ. აი, ესეთ ზებრებს აუცილებელია, ეს აქეთ-იქით გავიხედო? სადაც აი წერან ხო თქვი, ანუ ეხა აქ ხილვადობა გაქვს, ეგ სასწაული არ არის, მაგრამ სადაც აი გეფარებიან მანქანები და რაღაცა, იქ უნდა გაიხედო აუცილებლად და შენელდე კიდევაც მარტო ესე არა რა. აი, როცა ესე დაპარკინგებული მანქანების წინ რო ზებრა არის, ხო? როცა ვერ ხედავ. სიზღება ყვედი. შენც რომელი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ყვედი გამოიგონა? პირველი კომპანია ღვედი, აბა თუ გამოიწს, მგონი არ არის. დაახლოებით. მანქანა იყო, მანქანა. BMW? არა. დავით Mercedes. არა. ძალიან წარმოუდგენელი რაღაცა. წარმოუდგენელი. ან ყველაზე ისეთი რა, ხო? არ არის ტიპიური მანქანები. მოიცა მაშინ. და მე უფასოდ მიყიდა მთლიან კომპანიას. ანუ ყველა მანქანის ბრენდს. ვუზე იწყება და ანუ ეხა ვუზე ხო რამდენიმეა და ერთ შანსი ქონდეს. Volvo. ხო. Volvo იყო პირველი და მის ღვედი გამოიგონა. მიდიოთ ეხა პირდაპირ ჯერჯერობით. ცოტა თამამად ეხა ნახე რომ ჩამოუჩით ოდნავ როგორ არა ისე რომ 40 გადააჭარბო მიხდი ეხა ნახე აქ დაპარკინგებული მანქანები ხო იყო ეხა ხო გაფართო და ეხა დაიჭირე მარჯვენა ზოლი რა სადაც მოახერხებ მიხდი აი ეხა რატო ამბობ შენ ხო აქ 40 გაგ დასაშვები 40 ხან დაიცვა რა თუ მოხვევას არაპირებ მარცხნივ რაღაცა ყველად იქით ზოლში რო არ იდგე რომ აი იქით იდგე და 40 და იცვა იქით გასწრებისთვისაც სარგებლობა ხო შეაფას თუ დაბრკოლებები ეხა წეღან რაც იდგა მანქანები რო იყო და მაშინ არ ირთულებ საქმეს რა ანუ ტყუილად არ გადმოდიხა და არ ეკრობი იმ მანქანებთან როცა თავისუფალია ეგრე მოძრაობ მიდივართ ჯერჯერობით პირდაპირ აი ეს კაცი ნუ გადმომიხდეს ხო მაგათ გამოუნდა ჩავიჭრა დაიღალე. არა. ძალიან კარგი. შენ? მე არა, მე უნდა დავიღალო.
იმდენი ვიარეთ. კდილდა ხო და შემითხარი რომ გინდა სიტი მოვთან, ხო? ხო, ბოლოს მან ჩამოვა. თუ გაწყობს რა თქმა უნდა. კი, არა, კაცო, რა მშობლობ. რაღაცები მინდა კიდე რამოდენიმე წრეული მონაკვეთები რაღაცები გავიაროთ. დრო ხო დაგვრჩა? დრო კი. რომც გადავაცილოთ, ახლა მე მეტი გაკვეთილი არ მაქვს და რაც მინდა რომ გაგატარო, ისინი გავიაროთ რა. კი, მივიდივართ ჯერჯერობით პირდაპირ. აი, და ყურადღებით და თამად შენი ზოლით ოღონდ ნახე, აი ეგ. მიყევი. ეხლა აქაც ნახე, თითქოს ორ ზოლად უნდა იყოს, მაგრამ არ კომპიუტერ ვერ ეტევიან, ხო, ვიცოდებიან, ანუ და შეაფასე იქით, რომ ოღონდ არ შეგვეხდე ძალიან რა, ხო? მიხდი? ისი არა რომ შენ გაჩერდე და ყველა დაპატიჟო რაღაცა, ოღონდ არც ისე რომ უხეშად რა, ეს. ეხლა 150 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ. ანახე არ უნდა დაჭიდეს გამოწდეს რა ცოტა რომ ინსტინქტურად მოუნდეს რომ ზოლის საჭე შეგისწოროს რა ანუ მაგრამ კიდე გეუბნები ესეთი დატვირთულები იქ არ შეგხდება ხო იცია რა 150 მეტრში შევუხვევთ მარჯვნივ წესით არა გაჩვენ მაგრამ რბილად ჩაუვარეს არ და აქ შენი ბრალი არ არის არაფერზე არის ნურივო მალე შევუხვევ მარჯვნივ დღეს უკეთ ვატარებ კი მანქანას მართლა კარგად ატარებ რა ეხლა ამ ეს აქცენტები გვაქვს აი როდის დაიჭირო მარჯვენა ისე რა და აი იქ რო გაივლი ნახავ რო კიდე აი გაკვეთეს რო გაივლი გამოცდის წინა საათებში გადიხარ თუ წინა დღეს თუ როდის წინა საათებში ხო შემეხმიანე როგორ გაივლიან რამე კითხვა თუ გექნება რაღაცა და შუალედი ხო გამოცდამდე რო არ დაიღალო რაღაც დაიწყე ახლა აი ეგრე რბილად შო ვინმე რომც დაგხვედრო და ხო შეეფასები და იმას იზავდი რა ეგ წავით ახლა პირდაპირ მივდივართ ოღონდ მარჯვენა ზოლი დაიჭირე აი ბატონო გავუთ შემივდივართ პირდაპირ რბილად აი ახლა ჩავუვარე აქ ახლოს რბილად აი აქ ყურადღებით რომ ესეთ დროს არ გამოგიხდეს ბატონო ვებს საკეთ იმასაც რო გადაუხდა ხო დაინახე იჟები არიან მიდივართ პირდაპირ აი ესე შუაში დარჩი ხო აი ეგეთ მომდა მოგიშალოს ნერვები რა პირდაპირ კი ჯერჯერობით პირდაპირ არაფერს საპრობლემო არ იქნება რა შენი საფიქრალი არის რომ 300 და 150 რო გეტყვის უკიდურესი დაიჭირო ხან უმეტესად გონი ერთი ზოლია თუ რაღაცა და სადაც ორი ზოლი იქნება რაღაც დაიჭერ იქი და ზოლს ერთი ზოლი თუ არ ვიჭერო არაფერი რო ვერ დაიჭერ როგორ დაიჭერ ერთი ზოლია და რას დაიჭერ არ გიტორმზები არა ის მაინტერესებს просто ანუ როგორ არის ორი ტორმოზი შესაძლებელი რა ერთი და იგივეა სინქრონში არის ნახე რა ხო და ანუ ვიცი ხო მაგას ვაკვირდებოდი ეხლა просто ანუ როგორ ებუნის ის არის მექანიზმია ტროსით არის დაჭემული რაღაცა სრიალებს მიყვები პირდაპირ ხა თამამად აი ეგრე და ნახე შუაში ხო ვიდექით აგზელებ შუაშივე ანუ რა მიდი ჩაგიხდა შენი გზა არის მერე აი შუაში გახარ მიდი თამამად შუაში შენი ზოლი აი ეს არის ზებრასთან შუქნიშანი ხო არის ეგრე უცხოთ არ ჩაგიხდება რატო ართავს მიდივართ პირდაპირ 300 მეტრში შევუხვევთ მარცხნივ თამამად წვანე გაქვს შენ
ნახე, ხა იმ წინ წავსვი ორი ზოლიდან მარცხენაში ხო ხარ? ავტომატურად ნახე, აი, ხო, გადასვლაში არ გეთვლება რა, მიყვები შენ ზოს ფაქტიურად, მიხდი? ის მარცხნი რომელიც იყო, ის მარტო იქით ჩადიოდა, ანუ ის არ გეხებოდა საერთოდ. ორი ზოლი გადმოდიოდა პირდაპირ, იმ ორიდან და იქი მარცხენაში. ისევ დგახარ მარცხენაში. 150 მეტრში შევხვდით მარცხნე. აიგე. იბატანო. ნიშანი გაქვს, ნახე, თავარი ხო? მიყვები, უბრალოდ გახედე მაინც იქით, არავინ არ არის. დავით, ეხლა მალე შევხვევ მარცხნივ. ეხლა აქ რა ხდება, ნახე, წადი თამამად. ხო, ოღონდ რატო, ნახე? ეს არის წადი გაზით, თამამად, ეს არის ასაჩქარებელი ზოლივით, პირიქით, მოუმატე, ჩაუთე მარჯვნივ. გაზით წადი, გავხედე სარკეში არავინ არ არის. არა, ის შენს უკან არის, არა, ი არის აღშიანება, პირიქით, მიხდი? ხო. ის შენს უკან იყო, ან გაგასწრებდა და იქიდან მოგივლიდა, ან დაგელოდებოდა, მიხდი? გაუთიშე პავარნიკი მიყევი გაზით წადი, ოღონდ. ნახე, ასაჩქარებელი ზოლი გაქვს, ანუ აქ ნელა ვერ შემოხვალ და რაღაც, მიხდი? ანუ არ ვამბობ, რომ იგივე შემოხდე, მაგრამ დაიწყო მომატება, ჩართული გაქვს და თანაბარი სიჩქარე ჩემოდი. ხო. ეხლა 150 მეტრში წილზე ვიმოძრავებთ მარცხნივ. ერთი არის მოსატრიალებელი არ გინდა, წილზე მოძრავთ მარცხნივ. ხო. ორადრებით. მალე წილზე იმოძრავი მარცხნივ. აქაც ნახე, მარცხენას ვატარებთ. всё, არავინ არ არის, წავედით. სპილად გააკეთე. აქ უკვე პრიორიტეტი ვისია? შენი. უკვე შესული ხარ. და წავედით გაზით უკვე. და მივიდივართ ესე, ხო, პირდაპირ. მიხდი ხო? კი, კი. ეხლა წილზე იმოძრავთ პირდაპირ. ორადრებით. ეგრე გახედვა, всё, არავინ არ არის და წავედით. ეხლა იქიდან მომავალ წესით შენ გითმოს, მაგრამ იმასაც გოდიშლე ფეხებზე კიდია. წავედით. მიხდი? კი. ოღონდ აი ეს გახედვა მაგით უნდა დააფიქსრო. და აქაც ნახე, როგორი მანევრები გავაკეთეთ, მაგრამ პავარნიკი არ ჩავდით, ხო, იმიტომ რომ თქვი პირდაპირ მივდივართ თქო რა. მიხდი გახედვა რატო გჭირდება, რა, იცოდე რომ მე შემოსული ხარ შენი გზა, ოღონდ და გაიხედო რა. დავით ეხა გაზით. გაზით, ნუ გაზ გულისხმობ შესაბამის გაზს რა, არ იფიქრო რომ ჩქარაა რა. არ ვიცი, ესენი რა ჩა. მიხდი ხო? ეხა 200 მეტრში შევხვდით მარცხნივ. რაღაცა მოხდა. რატო სტანდარტული დაბრკოლებებია? ჩავთე ოღონდ. წბილად გადი, რომ იქიდან მომავალსაც გქონდეს მანძილი. აიგე, ოჩახ. სახანძროა. ხო. სამშობლოს. ცოტა მოიციოდნა ვაკეთ. ადგილი მიცე. აი. ეხლა მალე შევხვევ მარცხნივ. всё, შეგიძლია დააკვირდი ოღონდ დაელოდე. აი, ოჩახ. და შენი ზოლით. აი, კარგი გოგოხა. ეხლა მალე შევხვევ მარჯვნივ. ოჩახ. და მე ისე დაბრუნება შენ ზოლში. ოჩახ. გამეჭირა ხემი. არა, ხო, ეგ ხა საჭესაც რომ ამოძრავებ, იმაშვება რა.